საღამო მშვიდობისა ყველას მეგობრებო, მოგესალმებით, როგორ ხართ? თამარი მოგესალმებათ. ყველას დაგპატიჟებთ აი ამ წამს. როდესაც შემომიერთდებით, დავიწყებ საუბარს და აღარ გავჩერდები. და რომ გავჩერდები, მე გამოვთავ მობილურს. ამ სურათზე მეგობრებო, თქვენ ხედავთ თამარ ინასარიძეს. დიახ, ეს ვარ მე. გახსოვართ? თუ არ გახსოვართ? არ გახსოვართ, რადგან მაშინ თქვენ არ მიცნობდით. რატომ არ მიცნობდით თუ იცით? იმიტომ არ მიცნობდით, მეგობრებო, რომ მე არ ვიყავი საქართველოში და არც სოციალურად აქტიური ვიყავი. რატომ არ ვიყავი სოციალურად აქტიური? იმიტომ არ ვიყავი სოციალურად აქტიური, რომ ვსწავლობდი, მეგობრებო, ხო? ვსწავლობდი და თანაც ვერთობოდი. დიახ, ხან ვმოდელობდი და ხანაც ვრეჟისორობდი. ხო. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, დავხუროთ კარი. რატომ არ ვაჩენ ჩემს სილამაზეს? მეგობრებო, რომ იცოდეთ, დღეს უფრო ლამაზი ვარ ვიდრე ამ სურათზე. დიახ, ეს დაახლოებით 15 წლის წინანდელი სურათია, მაგრამ მინდა დამერწმუნოთ, რომ დღეს მე გაცილებით უფრო ლამაზი ვარ ვიდრე აი ამ სურათზე. დიახ. ეს სურათი ჩემმა მეგობარმა გოგომ გადაიღო, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე იყო და მედაქალებოდა. ხო და მე ამ გოგომ ისეთი მიმჩხიბავა, რომ კინაღამ თავი გარდაიცვალა თავის თავი და მე ვერაფერი დამაგლო. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რატომ არ ვაჩენ ჩემს სილამაზეს? იმიტომ რომ მე რომ ჩემი სილამაზე გამოვაჩინო, თქვენ მე ვეღარ მომისმენთ. დიახ, მე მინდა რომ ხალხმა მომისმინოს. იმიტომ კი არა რომ ძალიან ჭკვიანი ვარ, იმიტომ რომ უბრალოდ ბევრი რამ არის სათქმელი და ის სათქმელი რაც მაქვს, უნდა მოვიდეს თქვენთან. მაგალითად, გერმანიაში თავს კარგად გრძნობდი და ძალიან ლამაზად, ძალიანაც ხანდახან ძალიანაც ლამაზად გრძნობდი ხოლმე თავს. მაგრამ მეგობრებო, როგორც კი საქართველოში ჩამოვიდოდი, ვხედავდი საქართველოს ყველაზე სუსტ ვითარებაში. საქართველოში ადამიანი, რომელიც ლამაზად გაივლის და მის სილამაზეს გამოაჩენს, მაშინ ის არის ბრმა. რადგან პირდაპირ გეტყვით, აი შენ რომ მოგინდეს მწღნერში ოქროობა, აი ესეთი რაღაცა არის რა. ყველაზე მეტად შემეზიზღა საქართველო მაშინ, როცა მე საქართველოში ჩამოვედი და ვხედავ გადატყლარწულ და არ ვიცი რანაირ ხალხს და გარემო არის კატასტროფა. გარემო არის დანგრეული, გარემო არის საშინელება. და აი ამ საშინელებაში, რომ ადამიანები ცდილობენ თავი გაილამაზონ და ვითომ ყველაფერი რიგზეა. მაშინ შემეზიზღა სილამაზე, მართალი რომ გითხრათ, მაშინ დავინახე, რომ ადამიანებს არ გააჩნიათ აზროვნების უნარი. ისინი მხოლოდ გარეგნულად ილამაზებენ თავს და შინაგანად არიან ის ნაგვები, როგორი ნაგავიც არის საქართველო, როგორც გამოიყურება საქართველო, მეგობრებო. ან საქართველო თვითონ ნაგავი კი არ არის, მაგრამ დავანაგვიანეთ საქართველო და ნაგვად გადავაქციეთ. ხო და აი ამ გარემოში, მეგობრებო, თავს როგორც მხედავთ, ისე ვგრძნობ. როგორც კი გარემო გალამაზდება, მეგობრებო, ლამაზი ხალხიც მაშინ უნდა გამოჩნდეს, მაგრამ
სანამ საქართველო ესეც დღეშია მე რა მელამაზება ხო? ხო და მაშინ შემეზისხა მე ჩემი თავის ლამაზად გამოჭყვირვა, გამოჭყვირვა, კიდევ ერთხელ დავხურავ კარს მეგობრო, მივაჯახუნებ თხილად. ეხლა რაც შეეხება იმ დროს, როცა მე საქართველოში ვიყავი და სანამ გერმანიაში წავიდოდი, მაშინ ვიყავი ბავშვი. ასეთ რაღაცებზე არ ვფიქრობდი. სწავლობდი, იქ თეატრში ვიყავი, იქ სცენაზე გამოდიოდი, იქ ესე, იქ ისე, მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ მე ასეთ რაღაცებზე არ ვფიქრობდი. გერმანიდან რომ დავბრუნდი, მაშინ მივიღე დიდი შოკი, რომ საქართველოში კაცობრიობა ვის ეთამაშება? აი უბრალოდ მეკითხვა მიჩნდებოდა, ვის ეთამაშება? ტელევიზიაში გამოწყობილი ხალხი, სცენაზე გამოწყობილი ხალხი, გარეთ გახვალ სამსახურში გამოწყობილი ხალხი, ყველას ერთ მსგავსად დაბერილი ტუჩები, დაბერილი ყრიმალები და ვფიქრობდი, რომ აქ რა თამაში მიმდინარეობს ვერ ხვდები. არ ვიცი. შემეზისხა სილამაზე და შემეზისხა ეს თამაში, რომ უნდა ვიყოთ ლამაზები. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ნაგავში არის ამოსვლილი. არ ვიცი. მე ესეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ კაცობრიობა რაღაცა აკაზუხობს. რა ვიცი, აი როგორ იცით, რომ აი პირდაპირ მშვიდობით შემეზისხა. და მაშინ დაესვა წერტილი ჩემს სილამაზეს. მას მერე აღარ მდომებია, რომ ვიყო ლამაზი. თუმცა შემიძლია, რომ ვიყო ლამაზი და მინდა, რომ ვიყო ლამაზი. ოღონდ მინდა, რომ ვიყო ლამაზი, მას მერე რაც გარემო გალამაზდება, ადამიანები გალამაზდებიან, აღარ მოიტყუებიან, ჩამოიხსნიან ყოველგვარ ნიღბებს, იქნებიან თავისუფალი, ლაღი და რა არის? ხო, მე მეგონა ბავშვი იყო, ბოდიში. და იქნებიან თავისუფალი, ლაღი, გულწრფელი, არ შეეშინდებათ თავისი აზრის გამოხატვის, არ შეეშინდებათ იმის, რომ ადამიანი შეიძლება სულაც არ იყოს ისეთი, როგორიც უნდა რომ იყოს, მაგრამ არა უშავს, ხო? არ შეეშინდებათ. მე მიხარია ისეთ საზოგადოებაში ყოფნა, სადაც არ ეშინიათ, სადაც ადამიანი თავის თავს ბუნებრივად აჩვენებს და ბუნებრივად წარსდგება სხვის თვალში, სხვის წინაშე. მაშინ დავინახე თუ რა საცოდავია ადამიანი, რომელსაც უნდა რომ იყოს სილამაზეში, თუმცა როგორ გითხრათ, ყველაფერი ნაცრისფერია. უნდა რომ იყოს ფერადი, მაგრამ ყველაფერი ნაცრისფერია. მე არ გამჩენია საქართველოში იმის სურვილი, რომ ვინმეს გავებრანჭო და გავლამაზდე. არ გამჩენია. ხალხმა მე ეს ვერ გამიჩინა, იმიტომ რომ ხალხი ძალიან დაძაბული და დეპრესიულია. ხალხს არ აქვს თავისუფლება, შინაგანი თავისუფლება, ყველა დაზაფრულია. და თუ მოხვდები ისეთ ხალხში, რომელიც ძალით იპრანჭება და ნიღბებს უბრალოდ ირგებს, იქაც ვგრძნობ, რომ ყველაფერი ფარსია და ყველაფერი რაღაც თამაშია და ეს თამაში მაგრად მომბეზრდა. ხო, დაცემულმა ანგელოზებმა ასწავლესო წარბების ამოქნა,
თვალების შეღებვა, საცხები და დაცემულმა ანგელოზებმა გაალამაზეს ეს ბანჯგვლიანი ადამიანები და მერე დასხდნენ და ცოლად მოიყვანეს. ხო, რა ვიცი, აბა რა გითხრათ. ბუნებრიობა კი, სოფო, ბუნებრიობა ყველაფერს ჯობია. მე მიყვარს, როდესაც ადამიანს ბუნებრიობას ვხედავ. ბუნებრივს. იცით რა იმდენად გადაეჩვია აქ ადამიანის თვალი ბუნებრიობას, რომ ბუნებრივ ადამიანს რო ხედავს, გულის რევის შეგრძნება ეწყება. ძალიან ბევრჯერ მიგრძნია ეს, თუნდაც ჩემი ლამაზი ჭაღარათმები, რომელიც მე ძალიან მიყვარს. რამდენი ადამიანისგან მიმიღია შენიშვნა, რომ რატომ არ იღებავთ მას. არა და როცა მინდა რომ დაინახოს, რომ ნახეთ რა ლამაზად მაგ ჭაღარათმა, ნახეთ რა ლამაზია ჩემი ჭაღარათმა. აი ნახეთ რა ლამაზია ჩემი ჭაღარათმა. მე მიყვარს ჩემი ჭაღარათმა. ძალიან მიყვარს და ძალიან ბევრი კომპლიმენტი მიმიღია გერმანიაში, რომ გიხდება ესეთმა ჭაღარათმა. იმიტომ რომ ადამიანი ბუნებრიობას ჯერ კიდევ ხედავს გერმანიაში, ჯერ კიდევ კი არა და ხედავს. მაგრამ საქართველოში ადამიანს უნდა რომ იყოს რაღაცა ვიღაცა, არ ვიცი ვინ უნდა იყოს, ვინც არის ის არ უნდა იყოს და ყველაფერი უნდა იყოს გარდა იმისა, რაც არის და ვინც არის. იმის გარდა ყველაფერი უნდა იყოს. ყველაფერი უნდა იყოს. ხო, რაც არ არის ის უნდა იყოს. არ ვიცი რა პროგრამა ჩადეს აქ საქართველოში, მაგრამ აი გულწრფელად გეუბნებით რა, როდესაც მე ჩემ თავს სარგეში ვუყურებ და როდესაც მახსენდება ის რომ აი ამით ერთ დროს ეს მომწყონდა ესეთი მდგომარეობა და მე ჩემ თავს გარედან ვუყურებ, ნახე სადეთ გახარ და რას ცდილობ. აი ნახე სადეთ გახარ, გარემოს შეხედე და შენ რას ცდილობ საერთოდ. რატო რისთვის არ ვიცი. მაინტერესებს თქვენი აზრი, მეგობრებო, ოდესმე თუ გაგჩენიათ მსგავსი ფიქრები. მე ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, იმიტომ რომ ამ 14 წლის მანძილზე, როდესაც მე საქართველოში არ ვიყავი ჩართული არც არანაირი მსგავს, არც ტელევიზორს უყურებდი, არც გადაცემებს, საქართველოს არ ვიცნობდი. 2004 წლის მერე 2015 წლამდე საქართველოს არ ვიცნობდი. და 2017 წელს რომ ჩამოვედი, ვთქვი რომ უნდა შევეჩვიო, აბა სხვა რა გზა მაქვს. ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ყველა თამაშობს. ყველა. ამიტომ თორე ისე რატომ ცუდად რატომ უნდა ვგრძნობდე თავს. მეზიზღება ხალხი, რომელსაც ვუყურებ და აი ეს მომენტი მეზიზღება, რომ ვიცი რომ თამაშობს, ვიცი რომ რაღაცას უმტკიცებს, რაც არ არის. აი ჩვენ რომ ქართველების რო იყო საქართველო, აი მაშინ გავლამაზდებოდი მართლა დედას ბიცავარა. მაშინ გამიხარდებოდა ძალიან მაგრად. ჩვენ ყველაფერს რომ თავისი სახელი ერქვას, აიცით როგორ ლამაზი ვიქნებოდი. ძალიან ლამაზი ვიქნებოდი მაშინ. მაგრამ რა უნდა მიხაროდეს ქვეყანას, არც მამა ყავს და არც დედა, არც პატრონი და აგერ ტაცებლები ესევიან. თქვენ ახლა შეიძლება ფიქრობთ, რომ მე ამას ესე ვიძახი რა სიტყვაზე, მაგრამ სერიოზულად მეფიქრებ ამაზე და ეს არის ერთადერთი ჩემი სადგივარი დღეს. ვიღაცა მეკითხება, სხვა საქმე არ ეკ ხო? არა მაქვს სხვა საქმე, რა კიდე. ცუდია, საქართველოს ვერ ფიქრობ. ხო? არ მაქვს სხვა საქმე. და არც უნდა მქონდეს სხვა საქმე, რომ იცოდეთ რა. ადამიანს არ უნდა ქონდეს სხვა საქმე. გარდა იმისა, რომ იფიქროს
რა სიცრუეში ცხოვრობდა ეს სიცრუე, რომ უნდა დაიმსხვრეს. სიცრუე უნდა დაიმსხვრეს. სამართალმა უნდა იზეიმოს. ხო და იზეიმოს. ამინ, ამინ. მაგრამ რას იზეიმებს? აგერ ყველას თავი რაღაც გონია, გურუებით და ჯადოქრებით აივსო ეს ქვეყანა, ცრუ, ფარისეველი მღვდლებით. უუნარო მამებითა და დედებით და რა ვიცი, აბა რა გითხრათ. ჯიპიანი შშს პირების დაჯგუფებებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაგარი ტიპებით, ძალიან სქელი ჯიპებით რომ დადიან და იარაღით ტრაქში გარჭობილი რომ მარიაჟობენ. ხო, რა ვიცი, აბა თამაშობენ რა. მაფიოზობანას თამაშობენ. ეთყობა ბავშვობაში დააკლდა თამთამ ამის თამაში. მეც თამაშობდი ბავშვობაში. პაროლობანა, აგენტობანა, დაჭერობანა, რა ვიცი, 1000 გვარი თამაში იყო, ხან ომობანა. მისწორდებოდა, მაგრამ ზოგი ეთყობა ამ თამაშიდან ვერ გამოვიდა და ხო, სათამაშო იარაღები, ნამდვილი იარაღებით შეცვალა. მიხედეთ რა საქართველოს, რა ვიცი, თუ ბოსები ხართ, ბოსებო, მიხედეთ რა საქართველოს რა. წმინდესებო და უნეტარესებო, მიხედეთ რა საქართველოს რა. მამებო და დედებო, მიხედეთ რა საქართველოს რა. ეხ 2007 წელია პირველად ჩამოვედი საქართველოში, 3 წლის მერე. და შევედით ერთ-ერთ დისკოზე, სადაც საბედნიეროდ ჩემი ძველი მეგობარი გოგო შემხვდა, რომელიც მიმტანად მუშაობდა. ძალიან გავგიხარდა ერთმანეთის ნახვა და ერთად ვიდექით სცენაზე პრინციპში და გამიკვირდა რომ ასეთ დღეში ვნახე და ასეთ მდგომარეობაში. იქ ერთი ამერიკელი ტიპი გავიცანით, რომელიც გოგოებს ათვარიელებდა. ხო, ალბათ იმისთვის ათვარიელებდა, რომ აი მერე ასეთი ეპშტაინის მსგავსი რაღაცები განეხორციელებინა. ამ პირთან ვისაუბრე, გავაბით ურთიერთობა და ბოლოს ითხოვდა, რომ გერ ამერიკაში ჩავსულიყავი. მაგრამ სანამ ამერიკაში ჩავიდოდი, მანამდე სურათი უნდა გამეგზავნა მისთვის. მაშინვე მივხვდი, რომ ტრეფიკინგია. მაშინვე მივხვდი, მაგრამ მე მივხვდი და სხვები რო ვერ მივხვდნენ. ალბათ იმიტომ მივხვდი, რომ აი ფარველი ანგელოზები თან დამყვებიან და გამაფრთხილა ამ გოგომ. თუ გინდა რომ კარგად იყო, ამასთან საქმეს ნუ დაიჯერო. ხო და ამ სიტყვებმა ბევრი რაღაც მითხრა, მაგრამ იმას ვისაც არ უთხრა. ქართველები ყველანი გაიყვანეს საზღვარგარეთ და არ ვიცი რა უქნეს. მე იმიტომ ვთქვი ეს ამბავი და მოვყევი, რომ 2007 წელი ეს ის დროა, როცა ბიჭებს ციხეში იჭერენ და გოგოებს
ფულით ყიდულობენ. რა ვიცი, ვიღა დავრჩით საქართველოში, დავრჩით რომ ვინმე ჯანმრთელი, თავისუფალი, გონიერი. ხო. იცით, ვიცი რომ ქართველი ისეთია რომ თუ შენ მას ისეთი არ დაენახე, როგორიც მას უნდა რომ დაგინახოს, ლამაზი რაღაცა გადატყლარწული, არ მოგისმენს, იმიტომ რომ გაგიყადრებს თავს, მაგრამ სწორედაც ეს იყო ჩემი გამოწვევა. ზუსტადაც რომ ეს გამოწვევა მივიღე და თქვი მე შენ არ დაგენახები ისეთი როგორიც გინდა რომ დამინახო, არამედ მე შენ დაგენახები ისეთი როგორიც ვარ და აი შენ მაგ აპრეხილ ცხვირს დაბლა ჩამოგაპრეხინებ. სულ 4 წელი დამჭირდა ამისთვის. ხო. დიახ. მე-5 წელი დაიწყო. ვიღაცამ კითხა მეტი საქმე არ გაქო ამ ვიდეოებს რო წერო. არ მაქვს მეგობრებო მეტი საქმე. მე ეს საქმე მაქვს და ამას სიამოვნებით ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ. ხო და ერთხელ რო ეთქვი კლდეს, გაიღეო, არ ყოფს მეგობრებო ამას. მონოტონურად ძახილი სჭირდება რომ გაიღოს კლდე. კლდე უნდა გატყდეს მეგობრებო. სხვანაირად. მივიდა ერთი კაცი კლდესთან და უთხრა, გაიღე კლდეო. იცოდა და რო არაფერი მოხდა გაიარა. მივიდა მეორე კაცი და ორჯერ უთხრა, გაიღე კლდეო, გიბრძანებ. აქაც არაფერი მოხდა. და გაიარა. მივიდა მესამე კაცი კლდესთან და უთხრა, გაიღე კლდეო. არ შეისმინა კლდე მისი სიტყვა. მან კიდევ უთხრა, გაიღე კლდეო. არც მაშინ შეისმინა კლდე მისი სიტყვა და კაცი არ მოეშვა. იქამდე იძახა, სანამ კლდე არ გაიღო. ხო, ესია მეგობრებო. ნებისყოფით აშენითა მოიპოვე სული შენი შვილო ჩემო. მოთმინება და ნებისყოფა ერთ და იგივეა კი. გაიღე კლდეო, გაიღე. კარგად.